მოგესალმებით, ეთერშია გურიის სახელი ამბების სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ამერიკის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემა გახდა. პროექტს 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი. დოკუმენტის მიხედვით საქართველოში რუსეთსა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელების შესახებ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა თავდაცვის მდივანმა ეროვნული დაზვერვის დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან კოორდინაციით კონგრესის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს საიდუმლო ანგარიში, რომელიც მომზადებული იქნება სადაზვერვო წყაროებისა და მეთოდების დაცვის მოთხოვნის შესაბამისად. შეისწავლიან საქართველოში რუსეთსა და ჩინეთის სადაზვერვო სტრუქტურებს. შეფასდება საქართველოში რუსეთსა და ჩინეთის გავლენისა და თანამშრომლობის შესაძლო გადაკვეთის ფორმები. კანონის ძალაში შესასვლელად მას სენატმაც უნდა დაუჭიროს მხარი, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. როგორც რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოება, ასევე სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება და კავშირებადობა დასავლურ სამყაროსთან არის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი დღეს როგორც შეერთებული შტატების, ასევე სხვა დასავლური სახელმწიფოების. ამიტომ ირაკლი კობახიძეს აინტერესებს ეს საკითხი თუ არ აინტერესებს, ეს არის გლობალური ეკონომიკა, ეს არის გლობალური პოლიტიკა და საქართველოს არ არის ქვეყანა, რომელიც შეიძლება გარიყულად და გამიჯნულად იყოს მთლიანი გლობალური პროცესებისგან. მსგავსი ფაქტებით, რეზოლუციების გადაწყვეტილებებით, სანქციებით, ერთ-ერთ რამეს ვიგებთ და ერთ-ერთ რაღაცას იგებს საქართველოს მოქალაქეები. ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკური კურსი ყველაზე კარგად იკვეთება აი ესეთი ფაქტების დროს. როცა ამერიკაზე ევროკავშირის ორივე გველაპარაკება იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ინტერესები მოძლიერებულია და ხშირ შემთხვევაში ფაქტები შეიძლება არსებობდეს, რომ რუსეთი სანქციების ავლიც საქართველოს იყენებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის. ეს სხვას არაფერს არ გამოხატავს, გარდა იმისა, რომ ქართულ ოცნებას საგარეო კურსი საერთოდ სხვა მიმართულებით აქვს. ნებისმიერი ჯო ვილსონის ინიცირებული აქტი შინაარსი არის აბსოლუტურად იდენტური და ერთი და იგივე ის რომ ჩვენ თურმე უახლოვდებით და საქართველოში ხდება ჩინეთიზაცია, ჩვენ ვართ თურმე ახლოს რუსეთთან და რუსეთის გავლენები ხდება საქართველოში, აქედან გამომდინარე ეს აქტიც იქნება, ესე ვთქვათ, ამ აქტსაც არ იქნება განვითარება, იმიტომ თვითონვე მისივე მიღებული აქტის თვითონ ვეაკეთებს ამ აქტის კორექტირებას და შესაბამისად ჯამი არ შეიცვლება. ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21 პაკეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოში რეგისტრირებული კრიპტო პლატფორმები და ყურებში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შევიდა. პრეს-რელიზი ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. პაკეტი მოიცავს მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს იმ სექტორების წინააღმდეგ, რომლებსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვთ რუსეთის ეკონომიკაზე და მის შესაძლებლობებზე გააგრძელოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. ბოლო 4 წლის განმავლობაში ეს არის ყველაზე მასშტაბური ინდივიდუალური სანქციების პაკეტი. პრეს-რელიზში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 8 პირს, რომლებიც რუსეთის ომის პროპაგანდის გავრცელებაში და უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციული ნარატივების შექმნაში მონაწილეობენ. დასანქცირებულ სიაში საქართველოში მოქმედი ერთი პლატფორმა და ერთი კომპანია მოხვდა. ეს არის კერძო კომპანიის და შესაბამისად საქართველოს არ ერევა მის ესე ვთქვათ მართვის პროცესში. გარდა იმისა, საქართველოს აკონტროლებს მხოლოდ რომ არ მოხდეს ამ კონკრეტულ ტერმინალში დასანქცირებული ტვირთის მოძრაობა და ეხლა რაც შეეხება ამ სანქციებს 6 თვის ვადა აქვს. მე როგორც ვიცი ყულევის ხელმძღვანელობამ წარადგინა შესაბამისი არგუმენტები, რომ არანაირი სანქცირებული ტვირთის მოძრაობა იქ არ ყოფილა და არ შეიმჩნეოდა და აქედან გამომდინარე იმედს ვიტოვებთ, რომ ევროკავშირთან საერთო ენას გამონახავენ და სანქციებს არ დაუწესებენ. კაფეო არგუმენტები აქვს არსებულ კომპანიას და შესაბამისად იმედს ვიტოვებთ, რომ საერთო ენას ევროკავშირთან ნახავენ. საქართველოს ხელისუფლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ერევა. ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. ხამით დენი მთელ საქართველოში ავარიულად გაითიშა.
სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს. მომხდარის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია. მოუწოდებთ მედია საშუალებებს დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას და თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზის დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას. ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დღეს გურია ტივის ეთერში ლეიბორისტული პარტიის რაიონული ლიდერი დავით მამალაძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეეხო. მისივე თქმით, საქართველოში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე ვადამდელი არჩევნები მალე იქნება, რომელსაც ქართული ოცნება დააანონსებს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში სოციალური უთანასწორობაა გაბატონებული და ოლიგარქიული მმართველობა, რომელსაც ბოლო უნდა მოეღოს. მისივე თქმით, ქვეყანას გამოუვალი სიტუაციიდან ახალი რიგგარეშე არჩევნები გამოიყვანს. დღეს საქართველოში არის კლასიკური გაგებით კლასობრივი დიქტატურა. მაგრამ რომელი კლასის ხელშია ეს ძალაუფლება? მთლიანად ფულიანი ხალხის ხელში, ოლიგარქიის ხელში, რომელიც აღვირახსნილია ყველა სფეროში, მას არ სურს განსხვავებული აზრის მოსმენა, იმიტომ რომ განსხვავებულმა აზრმა შეიძლება სხვა პოლიტიკური შედეგი გამოიღოს და ამით თავის გაბატონებულ ვითარებას დაკარგავენ, გაბატონებულ სიტუაციას და პრაქტიკულად ხელისუფლება გადასულია ტერორზე, დაკავებებზე, დაპატიმრებებზე, ბორკილების დადებაზე, მაგრამ ეს ამათ არ უშველის, ამათი დღეები არის დათვლილი. მე განსაკუთრებით კიდევ გუშინდელი აქტის შესახებ მინდა მოგახსენოთ, ამერიკის შეერთებული შტატების ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის კონგრესმა მიიღო გლობალური სტრატეგიული უსაფრთხოების მთავარი აქტი და ეს აქტი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება უნდა მოემზადოს ან რიგარეში არჩევნებისათვის, ან პირდაპირ გაიშუროს და ციხეში ვერც ერთი ადვოკატი და ვერც ერთი სამართალდამცველი ვერ დაიცავს ამათ საქმიანობებს. ოპოზიციური პარტიის ლიდერი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხსაც შეეხო. მას ქვეყანაში მიმდინარე პროცესის ანარეკლი უწოდა. საჯარო მოხელეების შემცირებას კი პოლიტიკური დევნა. მუნიციპალიტეტის მერია არის დაარსებული დანაშაულებრივი რეჟიმის გარკვეული ერთი შტო და ერთი ფარიდა. ეხლა რაც შეეხება ამ შემცირებებთან დაკავშირებით, როგორ არ ვარ საქმის ხუში, არის პოლიტიკური ანგარიშება, თუ კი ვინმეს რამეს რაიმე კავშირი ჰქონდა ოპოზიციურ პარტიასა და ოპოზიციურ ვითარებასა, ყველას უშვებენ სახლში, უყურებენ ვიდეო აუდიო ჩანაწერებს, რამე 2-3 წლის უკანდელი საქმეს რო აღმოჩნდეს კადრებში, რომ ალბათ იმ ოპოზიციურ შეკრებაზე ესათვის პიროვნება იყო, აუცილებლად ეს არის განთავისუფლების საფუძველი. დემოკრატიული ნიღბის ქვეშ აშკარად ოლიგარქიული დიქტატურა, კლასობრივი დიქტატურა დაგვიმკვიდრეს და გარდა აი ამ ერთი მუჭა ფულის მკეთებელი კორუმპირებული ჩინოვნიკებისა არავის არ აქვს სიტყვის ამოღების უფლება, არავის არ აქვს პოლიტიკური შეხედულებების ამოწმის უფლება, ყველა არის სიდუხჭირეში, ყველა არის ეკონომიკური კოლაფში და ამით უნდათ რომ ხელისუფლება გაიხანგრძლება, არ გამოვათ ამას ეს ხელისუფლების გახანგრძლივება. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამეგრელოს ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. სამართალდამცავებმა მესტიისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთკიცება დამოიღეს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის 2 ავტომატი, პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბეთ ჩიურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მართსაწინააღმდეგოდ შეღწეს თბილისში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც გასაყიდი პროდუქციის მოპარვასა და მიმალვა შეეცადნენ, თუმცა დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს და პოლიციამ 2-ვე მათგანის შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ახლა ჩვენს ეთერში ამინდის დროა. ხვალავ-ზურგეთში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსამდე გათბება. ჩოხატაურშიც მზიან ნავარაუდევი და ჰაერი 32 გრადუსი იქნება. რაც შეეხება ლანჩხუთს, აქ როგორც ყოველთვის ყველაზე მაღალი ტემპერატურა 31 გრადუსი დაფიქსირდება. გადავიდეთ საკურორტო ზონებზე. ურეკში მზედა 29 გრადუსი იქნება. ბახმაროში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება და ჰაერი 23 გრადუსამდე გათბება. ხვალ დედაქალაქში მზიანი ამინდი იქნება და ტემპერატურა +35 გრადუსი. ეს გახლდათ შემხელთარსებული ბოლო ინფორმაცია. გურიის ახალი ამბების აუდიო ვერსიას რადიო გურიაზე მოისმენთ. კარგად ბრძანდებოდეთ.